აი ხა მე ერთ რამე მინდა ვთქვა, ხა იმდენი უცნაური რაღაცები ხდება, ყველაფერს კომენტარის გაკეთება ძალიან რთული არის, მეგობრებო, იმიტომ რომ აი არ ვიცი, მე გაკვირვებული ვარ იმით, რასაც უყურებ. აი ხლა რო ვთქვი უსირცხვილო და ნამუსგარეცხილი ადამიანების მარში იმართება მეთქი რუსთაველზე, რატო ვთქვი ხლა, აი სანამ შემოვიდოდი სტუდიაში, აი ბატონი სოსოც გაკვირვებული დარჩება, ესე იგი ესეთი მარში ტარდება ზურაბ ჟვანიას მარში. ესე იგი ეს იმ ზურაბ ჟვანიას მარში ტარდება, რომელიც მოკლა სააკაშვილმა. ეხა ოფიციალურად ბრალი არავის არ წარუდგენია იმისთვის რომ ზურაბ ჟვანია მოკლა სააკაშვილმა, არა ყველა კარგად ვიცით და ამას ლაპარაკობდა მისი ძმაც. გუშინ მე მქონდა გადაცემა, სადაც ვილაპარაკე იმის შესახებ, გუშინ თუ გუშინ წინ ბოდიში, აი თბილ ღვინოს დირექტორზე, რომელიც ღვინოს ყიდის რუსეთში და მე ამ ხელისუფლებას ამუნათებს, რომ თქვენ რუსეთისკენ მიდიხართ. ბიჭო, შედალოცვილო ძმა მოგიკლა სააკაშვილმა. ამას ამბობდი შენ. და დღეს და იყავი კიდე ამ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შეხვედი პარლამენტის დეპუტატი იყავი, ხო? და ეხლაც ალბათ ხელისუფლების ხარდამჭერი იქნებოდი მეორე, მესამე ვადითაც რო შეეყვანე პარლამენტში. მაგრამ ეს პარლამენტარობა რავი ვერ გავიგე დაჯავშტულია თუ იმას ბილეთს რო აიღებ ტიკეტი ჯიზე რო ვინც აიღო ბილეთი ის არის ესწრება ფეხბურთს. ვერ გავიგე ესე ხო არ არის დაჯავშტული ზოგი მოხდება პარლამენტში. ეხა პირადად არც თქვენზე ნაკლები გამიკეთებია სიმართლე რო გითხრა და არც თქვენ გაქვთ ჩემზე მეტი და გინდა ლექსოზე და გინდა ბატონ სოსოზე მეტი გამოცდილება ზოგიერთებს რომლებიც იყავით იმ პარლამენტში და ზოგი ხარ მაგრამ არც მე ყოფილი ვარ ამ ახალი ხელისუფლების პირობებში პარლამენტში არც ბატონი სოსო და არც ბატონი ლექსო მიუხედავად იმისა რომ ვიბრძოლეთ ამ ნაცების წინააღმდეგ და არც კვალიფიკაცია არც განათლება გვაქვს თქვენზე ნაკლები მაგრამ არც გამომხტარ ვარ სამგლე გოჭებივით და არ დაგვიწყია ხელისუფლების გინება იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ რატო არ შეგვიყვანა პარლამენტში. ბიჭო გაგიგი ამნაირი რამე შენ ატარებ აქციას რომელიც აქციაც ეფუძნება იმას რომ სააკაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში. ხა ვინმეს ხო არ გონია ეჭვი ხო არ აქვს რომ ეს რო აი მაგალითად ამათმა რომ მიაღწიო საწადას ვინ მოვა იქა ხელისუფლებაში ის ნაკანი მოვა გატიტულებული ის გოჩამ მაქარაშვილი დაჯდება პრეზიდენტად თუ ის არის ნანუკა ჟორჟოლიანი დაჯდება პრემიერ-მინისტრად. Кто доплатит деньги, тот заказывает музыку. Винც ფულს იხდის, ինչ დაждდება იქ პრეზიდენტად და პრემიერად. და ვინ უკვეთავს ფულს? ვინ უკვეთავს და ნაცმოძრაობა, ხო? და მე არ აქვს ხვენი აი ზურაბ ჟვანიას ძმას მინდა ვიმართო. ბიჭო, არ აქვს ხვენი რა მარშებს ატარებ, ვერ გავიგე ვის უტარებ ამ მარშებს. აი, არ მოგწონს ეს ხელისუფლება, კი ბატონო, არ მოგწონს, ნუ მოგწონს, მაგრამ რა გინდა ნაცების მოსვლას უწყობ ხეს? იმ ნაცების რომლებაც შენ ძმა მოგიკლეს? აი განახებთ ეხლა აი საოცარია ევროპულ მომავალს დემოკრატიულ ღირებულებებს თქვენ ხედავთ ზურაბ ჟვანიას მეგობრების მარში ტარდება ახლა მე ვარ ქართველი და მაშა სადამე ვარ ევროპელი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი სიტყვები აქვთ მათ ბანერზე რომელიც პარლამენტთან მოიტანეს ჟვანიას მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უნდა აღინიშნოს რომ ხალხი ქუჩაში აგრძელებს დგომას მართალია ქართულ ოცნებას ძალიან დიდი მოლოდინები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით რომ დეკემბრის შემდეგ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, აქციების შეწყდებოდა, თუმცა იმედი გაუცრუდა ქართულ ოცნებას, ვინაიდან დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ოცნება მიიღებს ისეთ რამეს, რაზეც არც კი უფიქრია, თუ კი ქვეყანაში დემოკრატია განადგურდება. მე ახლა ვეცდები, რომ გავესაუბრო ზურაბ ჟვანიას ძმას, მოგესალმებით. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ თუ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები განადგურდება, მაშინ ქართულ ოცნებას წარმოდგენაც კი ვერ ექნება იმაზე, რა პასუხიც ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო? არა და ტრამპის დიდი იმედი ჰქონდა ქართულ ოცნებას. და ვინ გააკეთა? მე არ მომისმენია განცხადება. ეს განცხადება გაკეთა ნუ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიას საფრთხე უკვე შეექმნა და იმიტომ ვართ ჩვენ ყველანი ქუჩაში გამოსული და ამას რომ მოყვება შედეგები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ესეც ნათელია და დაწყებულია ეს პროცესი. რაც უფრო დროზე მოიგება გონს დე-ფაქტო ხელისუფლება და
დააბრუნებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, რაც პირველ რიგში გამოიხატება პატიმრების გამოშვებით და ხელახალი არჩევნების ჩატარებით, მით უკეთესია მათთვისაც და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის. რა საფრთხეს ხედავთ თქვენ დღეს ივანიშვილი რა საფრთხეს უქმნის საქართველოს? ნებისმიერი გადახვევა დემოკრატიიდან და ერთ-ერთზე რუსეთთან დარჩენა ჩვენთვის უდიდესი საფრთხეა. ამას გვასწავლის ისტორიული გამოცდილება, სამწუხაროდ საქართველო რამდენჯერმე დარჩა ერთ-ერთზე რუსეთთან თავისი ისტორიის მანძილზე და ეს დასრულდა კატასტროფით. სრული კატასტროფით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ მოხდება. ჩვენ მარტონი არ ვართ, მთელი მსოფლიო გვერდ შეგვიდგას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვერდ შეგვიდგანან და რაც თავარია ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა, გაძლიერდა და მზად არის ბოლომდე იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ასეთი არის შეფასებები. აი ახლა მეგობრებო, არ ვიცი ახლა იცით რა არის, მაინც აი ზოგჯერ მე რაღაცნაირად რადიკალური გამომდის ხოლმე პოზიციის და რაღაც პოზიციის დაფიქსირება. აი ახლა კახეთში რო ვიყოთ და სუფრაზე რო ვიჯდეთ, მე ვიტყოდი რაც საჭირო იყო იმას, მაგრამ ეხლა სუფრაზეც არ ვზივარ და არც კახეთში მადლიან მიწაზე ძალიან დიდ პატივს ვცემ კახელებს და მიყვარს კახური სუფრა და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ნამუსი აღარა გაქვს მართლა, აი ამ ქვეყანაზე ძმა მოგიკლა სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ და გამოდიხარ ეხლა მას უტარებ ამ ხელისუფლებას და გვერდში გიდგას ნაცები. აი ნამუსი არა გაქვს მაინტერესებს. ან როგორ არ აქვს ცხენია, კიდე კარგი იმ ცოლს ეთყობა ცოლი ცოტა ძიცულოვანი ქალბატონი, არ ვიცი ცოლი არ დამინახია მე და მე მგონი ცოლი არღებულობს მონაწილეობას ის ქალბატონი. ნინო ქადაგიძე, არ ვიცი მე რომ ნახე კადრებში არ ყოფილა. იქ იყო მისი შვილი გამოვიდა, ქალის შვილი და ანი მოჯახის წევრებს არაცხვენ. ეხლა მე ვიცი, აი ვერ გავიგე შვილო, მამა მოგიკლა სააკაშვილმა. მე არ ვიცი ეხლა საერთოდ პოლიტიკური მკვლელობები ეხლა ვიღაცამ ახლა შეიძლება გამოხდეს სამგლე გოჭივი და თქვას, რომ აი თუ მომიკლა, რატო არ გამოიძია. სამწუხაროდ ზვიად გამსახურდია საქმის გამოძიებაც არ არის დასრულებული. ეს არის ცუდი, ვინმე კი არ ამართლებს ამას. და კენედის საქმის მკვლელობაც არ არის გამოძიებული. სამწუხაროდ პოლიტიკური საქმეების გამოძიება ცოტა არ იყოს რაღაცების გამო არ ვიცი რატო არ იხსნება. ზოგი შეგნებულად არ იხსნება, ზოგი სპეციალურად არ იხსნება, მაგრამ ფაქტი ხო ის არის, რომ სააკაშვილმა მოკლა ჟვანია. როდესაც მოკლა როგორ გამოვიდა არ გვაქვს ოს ბრიფინგი რო ჩაატარა მერაბიშვილმა, რომ რას ნაშტო ნამიკაიკე რუსებს რო აქვს დათქვამი, საითკენ მიყავდათ ის ბრიფინგი. არ მინდა ეხლა მე განსვენებული სულს პატივი ვინავცე და რა საითკენ მიყავდათ ის გისა. არ აქვს ცხენია ბიჭო ეს ვინ არის ეს ნაძი. არ აქვს ცხენია ვის უტარებ მარს და ვინ მოყავს ამ მარში ხელისუფლებაში. თუ რა მაინტერესებს ეხლა ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში თუ აი მაგალითად წავიდა ეს თორობა. არის ორი ძალა. ნაცები და არის ეს ქართული ოცნა. მეტი ძალა არ არის. ვინა გამყრელიძეს დანიშნავს ვინმე პრემიერ-მინისტრად თუ იმას რა ქვია ჯუნიორ ვაშაძეს. ეს არის ნაცების და კაცი გამოდის ეს უსირცხვილო ადამიანი და მე მთელი ერი კონსოლიდირებული არის. ბიჭო სირცხვილე მაინც არა გაქვს, ნამუსი არა გაქვს კაცო. მამა შენი ძმის მკვლელებთან დგეხარ კაცო, შენი ძმის მკვლელებთან. არ ვიცი გაოგნებული ვარ ბატონო სოსო.